საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ძირითადი აქცენტი კეთდება მათ პოლიტიკურ შემადგენელზე და ნაკლები ყურადღება ეთმობა მათ სამხედრო მნიშვნელობას რუსეთისთვის. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ რუსეთის სამხედრო ინტერესებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძირითადი აქცენტით ცხინვალის რეგიონზე. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია სამხედრო ანალიტიკოსი ივანე ზირაქაშვილი. შეგახსენებთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ქვემოთ კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები და დაგვეხმაროთ, რომ ხმა მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ დღეს. ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ ხშირად, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვსაუბრობთ, შემოვიფარგლებით ხოლმე მხოლოდ პოლიტიკური შემადგენლით, რომ რატო ჭირდება რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაში იყენებს პოლიტიკური თვალსაზრისიდან და ხშირად გვავიწყდება ხოლმე, ან საზოგადოებაში არც ისე ცნობილი არის სამხედრო შემადგენელი, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი სამხედრო დატვირთვა და რუსეთს აქვს კონკრეტული სამხედრო სარგებელი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების ქონისგან და მინდა დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბროთ და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჩემთვის თემა არის, რომ როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებზე ვსაუბრობთ ან დეოკუპაციაზე, ხშირად არის მხოლოდ აფხაზეთზე აქცენტი და იშვიათად არის ხოლმე ცხინვალზე და დღეს მინდა რომ ასევე ცხინვალზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საქართველოს გული, შუაგული, ჩვენ ტრასიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ცოცავი ოკუპაციის ხაზი. ამიტომ ეს ასევე ძალიან ყურადსაღები თემა არის და გავშლით ამ თემას უფრო სიღრმისეულად მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც საუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ სამხედრო სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ საუბრის განმავლობაში? გამარჯობა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. დღეს რაღაც ისეთი დღე არის 7 აგვისტოა და თემაც ისეთი წამოვიდა, რომ ალბათ ემოციის გარეშე ზრთული იქნება ამ საკითხზე საუბარი. მით უმეტეს ოკუპაციაზე, რაც 2008 წლის რეალურად 7 აგვისტოდან დაწყებულ ომს მოყვა ეს ოკუპაცია და კი ბატონო, სიამოვნებით. აფხაზეთი და ოსეთი, ასეა სამხრეთ ოსეთი, ჩემთვის ცხინვალის რეგიონია და ალბათ უფრო ამ ტერმინით მოვიხსენიებ. ისტორიული შიდა ქართლი, ემოციის გარეშე ცოტა ძნელი იქნება, მაგრამ დავიწყოთ. კი, ასეა დამკვიდრებული, ასე ვიხსენიებთ. მაგრამ მოდი ცხინვალის რეგიონიდან დავიწყოთ, რადგან ესეთი მძიმე დღეები ახლავს ამ ყველაფერს თან. დღე 7-ია, ხვალ 8 არის, შემდეგ უკვე შინდისის დღეების სიმწარე გაგვახსენებს თავს და რატომ ჭირდება ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს? ეს ალბათ კარგად რომ განვიხილოთ და ცოტა სიღრმეში რომ შევიდეთ, ომი 2008-ში არ დაწყებულა. არც 2004-ში არ დაწყებულა, როცა კონფლიქტი განახლდა და ამასაც თავისი წინაპირობები ჰქონდა. ომი დაიწყო 92-ში და ოკუპაციაც იქიდან იწყება. საოკუპაციო ძალებს თუ გადავხედავთ დღევანდელი ფორმით, მეოთხე ბაზა ტრანსფორმირებული სამშვიდობო ძალებია. რუსული სამხედრო ტაქტიკა ასე ზერელე ნამდვილად არ არის, რაც შეიძლება ესე ერთი შეხედვით შევხედოთ. 92 წლიდან იცვლებოდა სამშვიდობო ზონები, როდესაც იდგნენ სამშვიდობო ძალები და ოკუპანტი ქვეყანა აქ ისე არიჯდა. ამზადებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კარგად ითვისებდა უშუალოდ კონფლიქტის ზონას და მაშინდელი კონფლიქტის ზონის მიღმა დღევანდელ ოკუპირებულ ახალგორის რაიონსაც. იგივე თემდე მოდიოდა სხვათა შორის
ქვენატკოციდან, აგარის რაიონიდან იგოეთამდე მოდიოდა სამშვიდობო ზონა და პირდაპირ კვეთავდა მაგისტრალს. იგოეთა რო გავიდოდით, უკვე სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ ხდებოდა ეს ყველაფერი. აი ამ სივრცეში მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ და ეს 2002-ში როგორც ამ ამბების თანამონაწილეს მე უშუალოდ მაგანახი, როგორ იყო ინფრასტრუქტურა მოწყობილი სამხედრო, როგორ იყო სანგრები გამზადებული და ასე შემდეგ. ეს უფრო გამძაფრდა 2004 წელში და 2004 წელში უკვე რევოლუციის შემდგომ აღმავლობის გზაზე დამდგარი ქვეყანა უკვე აჭარის საკითხიც მოგვარებულია, უფრო მწვავედ ხდებოდა, მოვლენები ვითარდებოდა ცხინვალში. თუმცა რა თქმა უნდა არაეთნიკურ ნიადაგზე მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ სამშვიდობო ძალების შიდა სადაც 4 თვე ვარ ნამყოფი ცხინვალში, არანაირი მსგავსი ეთნო კონფლიქტის უკვე აღარ არსებობდა. არ გამიგოთ სწორად, თითქოს რაღაცა ერგენეთის ბაზარი უნდა ვახსენო და მე კონტრაბანდის მომხრე არასოდეს არ ყოფილვარ და ვერ ვიქნები, მაგრამ ის ბაზარი აჩვენებდა ქართულ სამხედროს, როგორ ესეთი რეალურ დეტალს ვიტყვით, შეიძლება ნისიაზე პროდუქტის შეძენას, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო მაღაზიებით ვაჭრობაში, იმიტომ რომ ინხელანდობა იყო ქართველსა და ოსს შორის უკვე 92 წლის კონფლიქტის შემდგარი, რომ მართლა მოქონდა ქართველებს დატვირთული მანქანები, ვის რაზომის, მაგრამ რაც შემოდიოდა ეს კონტრაბანდული ფქვილიდან დაწყებული, ყველაფერი ხდებოდა ნისიაზე გაცემა, ურთიერთნდობა. ასეთი ნდობა იყო ქართველი სამხედროების მიმართ, იმიტომ რომ არანაირ საფრთხეს ისინი არ გრძნობდნენ. აი 2004 წლის კონფლიქტის შემდეგ უკვე ეს საფრთხე დაიძაბა, მომას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც ჰქონდა, ახლა ამაში აღარ შევალ სიღრმეში, მაგრამ ატოყვები ამას, რომ ომი არ დაწყებულა 2008-ში. ამ ომს ჰქონდა წინაპირობა. სხვა შორის აქვე პატარა ხაზგასმას გავაკეთებ, ისევე როგორც ომი არ დაწყებულა 22 წელს უკრაინაში, ომი დაიწყო ყირიმის ოკუპაციით, ხო? დაახლოებით სადღაც ტაქტიკები გავს მოქმედების რუსების აქაც და იქაც. რაში ჭირდება აი ამ ომის შემდეგ ამხელა სამხედრო ბაზა. რეგიონი ყველაზე ახლოს არის ქვეყნის გულთან. ყველაზე ახლოს არის S60 ავტომაგისტრალთან. ეს არის ჩვენი ღერძი, ჩვენი გეოგრაფია, აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო, ჩვენი მთავარი ლოჯისტიკური კვანძი. იქვეა რკინიგზაც, პარალელურად სხვა შორის ორჭოსანის მონაკვეთზე გადის ბაქოს უბსაც და საკმაოდ ისეთი კარგი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც დღეს არ მუშაობს. ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის, რომ არ მუშაობს, იმიტომ რომ რაღაც გასული პერიოდის განმავლობა წინ იყო ოსური მხარისგან, ცხინვალის მხარისგან მოთხოვნა, რომ მათაც ეკუთვნით რაღაც აი ამ მილსადენიდან. ეს არის ზემოქმედების ბერკეტი. აი სამხედრო კუთხით რო შევხედოთ. სამხრეთ ოსეთი და ცხინვალი. ესა აფხაზეთი. მეოთხე ბაზა და მეშვიდე ბაზა. და ჩვენთვის ყველაზე ესეთი მოწყვლადი შეიარაღება. რა აქვს განთავსებული საჰაერო თავდაცვის ნაწილში ან артиლერიაში სამხრეთ ოსეთში, რუსეთს და რა აქვს აფხაზეთში. ბუკი, პანცერი, წვდომა 50 კილომეტრის რადიუსი. როცა პირდაპირ წვდომა თბილისზე 40 კილომეტრია. ეს არის ძალისმიერი დემონსტრირება სამხედრო თვალსაზრისით პირდაპირ ქვეყნის გრავიტაციულ ცენტრზე. აღარ ვამბობ, აქ არ ჭირდება ეს გზისთვის, ნამდვილად არ ჭირდება იმ ცენტრალური გზისთვის. სამაგერო დგას ეს სამასების კომპლექსი გუდაუთაში. და ასეთივე კომპლექსი დგას გიუმრიში, შეიძლება გიუმრი არ ვახსენოთ, ეს მეორე ბაზა და სამკუთხედი შეკრულია. რა თქმა უნდა, აფხაზეთს ოდესაც ვამბობთ, აფხაზეთი განიხილება გეოპოლიტიკურ დონეზე და ამ საკითხს ალბათ რამოდენიმეჯერ ვახსენებთ სხვა კონტექსტში. და რატომ? 180 კილომეტრი ზღვის პირა ზოლი, სარკინიგზო
კავშირი კრასნოდარის მხარესთან პირდაპირ სახმელეთო ანალოგიურად და სოხუმის და ოჩამჩირის პორტები საზღვაო ნაწილში. ბევრად მეტი ზემოქმედების ბერკეტი შეუძლია ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის შემთხვევაში, განახლების შემთხვევაში ახალს გაუსმებ. დღეს შეჩერებული ვარ სამწუხაროდ. რომ შავი ზღვაზე თუ კი კიდევ შეიძლება შავ ზღვაზე უკრაინის მოვლენებსაც ვითვალისწინებ ამ შემთხვევაში. შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში რუსეთს შეუძლია ამ ნაწილიდან გვეთამაშოს და გეოპოლიტიკური დონეზე დგება აფხაზეთის საკითხი. მაგრამ სუფთა ტაქტიკურ ოპერატიულია ცხინვალი. მაგრამ ეს არ აკნინებს ცხინვალის მნიშვნელობას არანაირად აი მიზეზთა გამო, რაც უკვე ჩამოთვალეთ, რომ გზიდან 500 მეტრში დგანან. რუსეთს არ ჭირდება, ნამდვილად არ ჭირდება ტანკების გამოყვანა მაგისტრალზე. თუნდაც ერთი ჭურვის გასროლით შეუძლია კოლაფსი მოახდინოს ავტომაგისტრალზე და გაწყვიტოს ქვეყანა ერთმანეთისგან შუაზე. ჩვენ ეს 2008 წელს ვნახეთ და ჩვენ არ აქვს ალტერნატიული გზები და ამაზე არ ვზრუნავთ. თუმცა გეოგრაფიაც გვაძლევს საშუალებას და არსებული გზა, რომელიც ინფრასტრუქტურულად უნდა იყოს გამართული. შემოვლითი წალკის გზა, რომელიც ხალხმა თავის დროზე გამოიყენა სპონტანურად. გადმოვიდნენ აჭარიდან ხულოზე, წამოვიდნენ ჯავახეთზე და წალკით ბევრმა დატოვა მანქანა, იმიტომ რომ საერთოდ გაუმართავი იყო მაშინაც და ახლაც იგივე მდგომარეობაშია. ქვეყანას ყოველთვის უნდა გქონდეს ალტერნატიული შემოვლითი გზები, როდესაც არ აქვს ოპერატიული სიღრმე. და როდესაც საუბრობთ ცხინვალიდან გზამდე ეს 27 კილომეტრია გორამდე, მაგრამ საოკუპაციო ხაზი მოსულია 500 მეტრის სიახლოვეს. აქ უკვე აღარ იქნება საუბარი რაიმე სხვა ვითარებაზე, რომ აბსოლუტურად შეუძლია კონტროლი. მაგრამ არ მინდა ახლა ეს ისეთ რეჟიმში გავაგრძელო საუბარი, რომ ვაიმე რა გვეშველება. მე ამას იმიტომ ვამბობ ხმამაღლა, ჩემთვის პირველ რიგში და ფიქრობ, რომ ყოველთვის აქვს სადაც ორი მხარე. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი საცხოვრებელი ადგილი ყოველთვის გვექნება ვაიმე, მაგრამ თუ კი შევხედავთ მეორე მხრიდან, გვაქვს გარკვეული უპირატესობებიც. ეს უპირატესობები ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი მთა, ჩვენი ტოპოგრაფია, სამხედრო ენაზე ვიტყვი, ჩვენი ტოპოგრაფია. რა აქვს უფრო მოწყვლადი მეოთხე ბაზას, მეშვიდე ბაზასთან შედარებით? მეშვიდე ბაზას საჰაერო გზა გამოვიჭრათ, რომ მეთქვა აფხაზეთის ნაწილში. საჰაერო გზაც კი არსებობს და სამწუხაროდ ბაბუშარის აეროპორტი ამოქმედებულია, ხოლო გუდაუთის აეროპორტი უშუალოდ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა, მეშვიდე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ხო? სამაგიეროდ ეს არ აქვს ცხინვალს. და ცხინვალს ერთადერთი გზა აქვს ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომლითაც უკავშირდება ზურგს. როკის გვირაბს თავისი სამხედრო ისტორიული წარსული აქვს და სამხედრო ისტორიული დანიშნულებით აშენდა. თუ მოგეცემა საშუალება, მე შემიძლია ბარემ გავყვე ამ თემას. ეს დაიწყო საქართველოს ანექსიიდან 30 წელიწადში, 1830 წლიდან. და ეს ყველაფერი დაიწყო გენერალმა ვორონცოვმა, მიხეილ ვორონცოვმა. მიხეილ ვორონცოვი 30 წლის ახალგაზრდა კაპიტანი იყო, როდესაც სამხედრო ენაზე ტომარა ქვია, მეშკე აღმოჩნდა ხევში. 1812 წლის აჯანყების დროს და მიხვდა, რომ დარიალის გზიდან შემოსული რუსული არმია ხვდებოდა აი ამ ტომარაში. გადმოსალახი ჰქონდა ცენტრალური კავკასიონი ჯვრის უღელტეხილით და ადგილობრივ ქართველების ასეულს რუსული ბატალიონი უბრალოდ არაფერად არ მიაჩნდათ და მართლა კინაღამ ტყვედ ჩავარდა მაშინდელი თვითონ ვორონცოვის და მისი ბატალიონიც. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა კაპიტანმა
ეს გულში ჩაიდო და როდესაც თბილისში მეფის ნაცვლად დაბრუნდა უკვე გენერალ-გუბერნატორი, მაშინვე დაიწყო ალტერნატიული გზის ძიება სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით საქართველოში. და ამ ძიებას მოყვა რამოდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ ინგუშეთიდან, სხვა შორის ახლახანს გააქტიურდა რაღაც ინგუშეთის გზაზე საუბარი და როგორც წესი ესეთი რაღაცეები უკვალოდ არ ხდება ხოლმე და აქედან და ასასხეობიდან დაწყებული ძიება გაყვნენ და მიადგნენ დარქ-ხოხის უღელტეხილს, რომელიც საკმაოდ მიუვალად გამოიყურებოდა და ამისთვის მან მოძებნა ავსტრიაში ასეთი ინჟინერი სტატკოვსკი, სამთო ინჟინერი ავსტრიული განათლებით და ჩამოიყვანა სტატკოვსკი საქართველოში. და მერე იწყება მთელი ისტორია სტატკოვსკიდან მოყოლებული, როგორ იწყებოდა, რამოდენიმეჯერ გამოიყო საიმპერიო ბიუჯეტიდან 300,000 ვერცხლი, ოქროს ვერცხლის მანეთი და ასე შემდეგ, გეოლოგიური საძიებო გზების ის ამასობაში იცვლებოდა ეკონომიკა, დრო, მიდიოდა ფიქრი რკინიგზაც ხომ არ კავკასიონით, მაგრამ დახრილობამ არ მისცა საშუალება, იმიტომ რომ ჩრდილოეთიდან შესაძლებელი ხდებოდა და სამხრეთიდან ეს დახრა იმდენად მაღალი იყო, რომ რკინიგზა ამას ვერ გაუძლებდა. ამ კვლევაძიებამ ნახევარი საუკუნეზე მეტი გასტანა, ამასობაში მეფის რუსეთი გახდა ბოლშევიკური და კომუნისტური რუსეთი და უკვე მერე საბჭოთა კავშირი, მერე დადგა ორი ერის გაერთიანების საკითხი და სტალინის ცნობილი ფრაზაც არსებობს, რომ როგორ გავაერთიანოთ ეს ორი ხალხი, თუ კი მათ კავკასიონის შუაზე ყოფს, თუმცა რომელ ხალხზე იყო საუბარი, როდესაც 51 წელში ცხინვალში ჯერ მოსახლეობა ოსური არ იყო და რატომ გაუსვიმეს სტატკოვსკის ხაზი? სტატკოვსკის კვლევაძიებას მოყვა ძველი დვალეთის ათვისება ოსური მოსახლეობით, ინტენსიურად დასახლება. რადგან როდესაც ის ავსტრიიდან ჩამოიყვანა ავსტრიიდან იტალიელი და გერმანელი სამთო გამოცდილების მქონე სპეციალისტები და მუშებიც, რომლებიც ძალიან ძვირიჯდებოდა. და გადახედა და რას მიკეთებენო ეს ალაგირის და მთისოსებიო მუქთაზეს ხედანო და ამ შავსაქმესო გააკეთებენო და დაიწყო ამ ხალხის ამოყვანა და სტანიცების, ხო, უკაცრავად სლენგისთვის, სტანიცების მოწყობა. დასახლებების. და ეს ხალხი აქ დასახლდა ნენელა, ეს 19 საუკუნეში ხდება და ნენელა მოდიოდნენ ქვევით ჯავასკენ. 50 წლებში ცხინვალში ოსური მოსახლეობა 1%-იც არ იყო. და 26 წელს, როდესაც სტალინი ამას ამბობდა, რომ გავაერთიანოთო, ამას უკმაყოფილება გარკვეულწილად მოყვა, მაგრამ ოსურ ბოლშევიკურ დაჯგუფებას უარს ვერ ეუბნებოდნენ. მერე იყო მეორე მსოფლიო ომი, ამისთვის არავის არ ეცალა და უკვე მოდის 1960-იანი წლები და არსებობს ესეთი კარგი გაცხადება უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ჯავახიშვილის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გზა რუსეთთან, ამ დროს უკვე ბაქოდან აღარ არის რკინიგზა და სოხუმზეც უკვე რკინიგზა მოქმედია საქართველოდან, სანამ გავიდოდა ბაქოდან დადიოდნენ რკინიგზით და ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ახალი გზა კავკასიონზე. რამაც გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება და ყარი აღარ მახსოვს თიგივი იყო მე მგონი ჩრდილოეთ კავკასიის ცეკას პირველი მდივანი. სუსლოთან უჩივლა ჯავახიშვილს რა, რასაც ქვია. და ასე გადაწყდა გავიდა კიდევ პერიოდი და სუსლოვი შედის თუ კოსიგინი შედის ბრეჟნევთან. რომ მოკლედო ეს საკითხი უნდა გადაწყდესო რა და ვინ გადაიხდისო ამ ფულსო? 175 მილიონ საბჭოთა მანეთზე იყო საუბარი, რომ მშენებლობა დაწყებულიყო როკის გვირაბის. და გადაიხდისო საბჭოთა კავშირის შეერაღებული ძალები და გენშტაბი. დაფინანსდა სამხედრო ფინანსებით ეს ყველაფერი. ჟამანაძე უკვე ჩანაცვლებული ყავს შევარდნაძეს, დგება 1974 წელი და შევარდნაძეს იბარებენ მოსკოვში. რომ რატომ აფერხებ? იმიტომ რომ უჩივლეს, რომ ამ 70 და 75 წლამდე რომელიღაც 5 წლები იყო, არ მახსოვს, ნამდვილად არ მახსოვს, ამ პერიოდში ეს უნდა დაწყებულიყო. ჩრდილოეთის მხრიდან სამუშაოები
გზის გეოლოგიური კვლევაძიება დამთავრებულია და უკვე სამუშაოები დაწყებულია. სამხრეთ ნაწილიდან არ არის სამუშაოები დაწყებული და რატომ აფერხებ? ან დაიწყება, ან მოგხსნით და ბოლო-ბოლო დაიწყო ასეთი ზეწოლით 76 წელს შენებლობა 86 წლამდე. და 86 წელს რა სახითაც დასრულდა როკის გვირაბი? ზუსტად იმ სახით ასეთ გვირაბში გამოიარა 2008 წელს რუსულმა არმიამ ვენტილაციის გარეშე. და მე ძალიან კარგად მახსოვს ის კადრები, რასაც ვნახულობდი, რაც ქვეყნდებოდა იმ დროს თეთრი დოლბანდებით პირაკრული სამხედროები, ძველი T-72, რაც კი ხანყალის ჩეჩნეთის სამხედრო ნაწილებიდან 72 სატანკო და ასე შემდეგ ყველა დაძრეს და წამოიყვანეს. და იმდენად გაუვალი იყო როკის გვირაბი მაშინ, რომ დოლბანდები ჰქონდა დაფარებული, ეს დიზელის გამონაბოლქვისგან დოლბანდები გაშავებული გამოიტანეს და აი ასე გადმოვლახეს. მოკლედ რუსებმა ასე ვთქვათ სამხედრო ამბიციები გაიმეორეს და სუვოროვის ალპების გადალახვა, თუმცა ის სუვოროვის ალპების გადალახვა უფრო გაქცევა იყო და კავკასიონის გადალახვად შერაცხეს. საუბრის დაწყისში ვამბობდი, რომ ომი არ დაწყებულა მეთქი 2008-ში და ახლა როკის გვირაბზე საუბრისას გამახსენდა ასეთი და მინდა რომ ეს ხაზგასმით აღვნიშნო, ალბათ იმედოვნებ რომ ბევრი ნახვა ექნება და ჩემი შვილების თაობა მინდა ეს მოისმინოს, რომლებიც 2008-ში დაიბადნენ, 7-ში დაიბადნენ და დღეს ცოტა არ იყოს სხვანაირი ამბავი ესმით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. შეუძლებელი იყო და რატომ? იყო ასეთი გარდა იმისა, რომ ცხინვალში იდგა სამშვიდობო ძალები, რომელიც როგორც აღნიშნეთ ტრანსფორმიდა მეოთხე ბაზად, შემდგომ უკვე როცა რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთი და ოკუპაცია ფაქტიურად ცალმხრივად გამოაცხადა, ხო? იყო ესეთი 693 საარტილერიო პოლკი, რომელიც მუდმივად ჩრდილოეთ პორტალთან როკის გვირაბის მუდმივად იყო დისლოცირებული 2005-ში, 6-ში, 7-შიც და 8-შიც. როსვალდ რუზე ვრცელდებოდა ინფორმაცია მერე წაშალეს, თუმცა მე მქონდა სპორტული ინტერესი ამის და სამსახურებრივიც, რომ ეს ფოტოები გადმომეტანა. 2006-ში დიდთოვლობა რო იყო და ჩვენთანაც რო გაზი აფეთქდა, მან მოხდა როკის გვირაბს აქვს ეს მოწყვლადობა, ზვავს საშიშროება. აი წეგან დავიწყე საუბარი და არ დამიწყებია რა არის ჩვენი უპირატესობა. ჩრდილოეთ მხარე, კასრის დვალეთის ნაწილში, ისტორიული დვალეთის ნაწილში, რომელიც დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკუთვნოდა და ეს სადღაც 4000 კვადრატულ კილომეტრამდეა თუ არ ვცდები, ჩამოჭრილი გვაქვს და ისევე როგორც თურქეთის ნაწილში, სომხეთის ნაწილში, აზერბაიჯანის ნაწილში, სოჭის ნაწილში რუსეთის ფედერაციასთან დვალეთიც ჩამოჭრილი გვაქვს და გადაცემულია რუსეთის ფედერაციისთვის. აი ეს კასრის კარის ხეობა ქვია და თვითონ ამ გზას აქვე ვიტყვი რომ რაჭის გზა ერქვა, სავაჭრო საქარავნო ძველ დროში მამისონიც იქვია და რაჭიდან მოძრაობდა ხალხი, იმიტომ რომ მაშინ ჯავის სერპანტინები და ის სანამ ეს გზა გაკეთდებოდა, ასე ათვისებული არ გახლდათ. და ეს 693 პოლკი მუდმივად ყავდათ განთავსებული და წამოვიდა ზვავი და მთელი კარვები და ჯარის ცოცხალი ძალა ჩამარხა. რა თქმა უნდა, რუსეთი ამას არ ამხელდა და რაღაც, მაგრამ როგორც წესი უკვე 21 საუკუნეში ელექტრონულ ეპოქაში რაღაცები ვრცელდება ხოლმე ჩუმად. ანუ მტერი კარიბჭესთან იდგა და დაძახებას ელოდა. ასე არ იყო, რომ ვიღაცა საიდანღაც მოვიდა. მეცაც ვიტყვი. 2006 წელში დაიწყო კავკაზი 2006-ის წვრთნები, 2007-ში გაგრძელდა და 2008-ით დაგვირგვინდა. აი ამ წლებში მიდიოდა ასეთი საბრძოლო მომზადება რუსების. მამისონიდან როკის ჩრდილოეთ პორტალიდან გზები მოიხრეშა, ეს სამთო გზები მოიკირწყლა. სატანკო ჯგუფები რამდენ საათში სამთო რეჟიმში, რამდენ საათში დაძლევდნენ ამ გზას. ანუ არა თუ როკის გვირაბიდან, მამისონიდანაც კი განიხილებოდა ქვეყნის შუაგულში შემოჭრა.
რაჭის მხრიდან და ასე შემდეგ. და მახსოვს ზუსტად რომ 8 საათში რომ დაფარეს, ჩათვალეს რომ სამთო პირობებში ტანკით მოძრაობა აი ასეთ რთულ პირობებში იქნებოდა ძალიან კარგი. რატო უსვამ ახლა ამას ხაზს? ეს იყო მთელი 3 წლიანი მზადება შემოჭრისთვის. და როდესაც 2008 კავკაზი ეს სწავლება დაიწყო ფართომასშტაბიანი, რომელშიც ავიაცია ჩართული იყო და მათ შორის ეს კითხვაც კი გაჩნდა თავის დროზე ამ Tu-22M-ს რა უნდა საქართველოს საჰაერო სივრცეში, რომელიც სტრატეგიული ბომბდანშენია და ბირთვული ქობინების გადამტანი, აი ამას რაღა უნდა. ეს ყველაფერი იყო ჩართული. მოლკინოს კაპუსტინიარის ავიაბაზებიდან 51 საავიაციო არმია სამხრეთ ფედერალური სამხრეთ სამხედრო ოლქის უკაცრავად მთლიანად იყო ჩართული და მობილიზებული. ყველანაირი პირობა ჩანდა რომ რუსეთი შემოიჭრებოდა. აღარ ვამბობ იმ ნაწილში, როდესაც დიპლომატს მანქანის საბურავი გაუსკდება და არსად გამოჩნდება, როდესაც ცხინვალში 50 ჟურნალისტი იყრის თავს წინასწარ ევაკუაცია მზადდება ცხინვალიდან და გაყავთ ხალხი და მერე სხვა ბრალდებას გიყენებენ, როდესაც უკვე საბრძოლო მოქმედებები იწყება. ყველა პირობა ჩანდა რომ საქართველოს დაიწყო სწრაფა და მისი ევროინტეგრაციული მისწრაფებები უნდა შეჩერდეს. ეს იყო აუცილებელი პირობა და აუცილებელი ამოცანა. რატომ მოვყევი ამ ხელა ისტორია? იგივე ამოცანა აქვს დღეს ტაქტიკურ ოპერატიულ დონეზე ცხინვალში მეოთხე სამხედრო ბაზას. და სტრატეგიულ დონეზე და გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით იგივე ამოცანა აქვს მე-7 სამხედრო ბაზას აფხაზეთში. რომ როგორმე შეაკავონ ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ, უამრავი ბერკეტი მოდის ამის ქვეშ, სამხედრო ოკუპაციის ქვეშ უამრავი ბერკეტი მოდის ზემოქმედების ქართულ მთავრობაზე. გაუდაბნოება პირველ რიგში. ცოცავი ანექსია, ყველამ ვიცით, ბორდერიზაცია, შემოღობა, ეკალბარდები, ოჯახების შუაზე გაყოფა, სოფლების შუაზე გაყოფა, რაც ჟურნალისტების წყალობით მოსახლეობა ამას ხედავს, მაგრამ ამის უკან დგას უზარმაზარი ჰიბრიდული სცენარები იმ ომის, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა. ტყუილია ის საუბარი, რომ აბა ომი გინდათ, ომი მიმდინარეობს ამ ქვეყანაში და ვიტყვი რა სახითაც მიმდინარეობს. გაპარტახება. როდესაც სოფლის მოსახლეობას გადაუკეტავ სარწყავ არხს. ლიახვია, ხო? დიდი და პატარა ლიახვია, არტერია შიდა ქართლის, აიდანაც იკვებება სარწყავის სისტემებით და სოფლის მეურნეობას აცოცხლებს. როდესაც საძოვარს გადაუკეტავ. როდესაც ოჯახ შუაზე გაყოფ და აქეთ ბები არ რჩება და იქით შვილი და საარსებო აღარაფერი აღარ აქვს. იწყება მოსახლეობის შიდა მიგრაცია. ეს მოსახლეობა ხდება ურბანიზაციის ნაწილი, დარბის მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან, იმიტომ რომ იქ პერსპექტივა აღარ აქვს. თუ არ ეყოლა საქონელი, ვერ მოიყვანა მოსავალი, ჩიტი ხო არ არის ხეზე იცხოვროს. ვითომ არაფერი, მაგრამ რეალურად ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი და დაცარიელებული და გაპარტახებული საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს სოფლები ეს პირდაპირ ამოცანაა. იმიტომ რომ რაც მეტი თავისუფალი სივრცე და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ, მოდის და მოცოცავს ეს ხაზი. გადმოწევა. პლუს წითელი ხაზები შემოწმება. რაზე რეაგირებს ქართული მთავრობა, რაზე რეაგირებს მოსახლეობა. და მოდი შევხედოთ ამ ნაწილს. აი გვახსოვს გინტურის სიკვდილთან, ქართულ ტაძართან. და მწვავე რეაქცია მოსახლეობის. ექიმი იყო ვაჟა გაფრინდაშვილის და მოსახლეობის რეაქციის შემოწმება. პარალელურად შემოწმება როგორ რეაგირებს მთავრობა. არ რეაგირებს მთავრობა, იღლება მოსახლეობა. და ამას მივყავართ შეჩევამდე. რომ ეს ყველაფერი, ამაში არაფერი აღარ გვეშველება. არანაირ წინააღმდეგობას ვერ ხედავენ პოლიციური ძალებისგან და ასევე ამოწმება რეაქციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის. რამდენად დროულად მოვა შეშფოთება დასავლეთისგან. როგორ რეაგირებს მთავრობა, როგორ რეაგირებს დიპლომატიური კორპუსი და როგორ რეაგირებს დასავლეთი. რისი საშუალება მაქვს დღეს, რა მექნება ხვალ?
ეს ცხადზე ცხადია, ხო? მე ამას ვუძახი ჩვეულებრივ ომის გაგრძელებას და ეს ტრაგედია დაცლილი სოფლები, გადმოწეული საზღვარი და რაღაც უკვე ძველ დროში გაჭედილი აზრი, რომ ახლა მაინც და მაინც ტანკებით გამოვა და ვაიმე რა გოშველება. აღარ ჭირდება ტანკები ამ გზაზე. აღარ ჭირდება. ამის საჭიროება და ეს არის ყველაზე იაფი ომი რუსეთისთვის. ყველაზე მომგებიან პოზიციაშია, ხო? ამაში არაფერს არ ხარჯავს. როდესაც საოკუპაციო ხაზზე ორი ეშელონი აქვს საოკუპაციო თავარი მეოთხე ბაზა, მაგრამ ამ საოკუპაციო ზოლს FSB ჯარები იცავს, სასაზღვრო ჯარები. სასაზღვრო ჯარები FSB-ს ნაწილია და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის პრინციპი კიდევ ცალკე დიდი თემაა სასაუბრო. როგორ მუშაობენ საზღვრისპირა მოსახლეობასთან. ისაც ვახსენეთ, შეგუება და მეორე თავარი, გადაპირება. მიმხრობა. რომ არაფერს არ გიშლი. არა, კი შემოვიჭერი, მაგრამ არაფერს არ გიშლი. აი, ადრე ხო იყო გატაცება, ეხლა აღარ არის. მაგრამ გატაცება ჩვენ ვერ ხადათ აფხაზეთში. არ ჭირდება აფხაზეთში გატაცება. ხედავთ აქ უფრო და რატო მუდმივი ზემოქმედება გრავიტაციის ცენტრზე. მუდმივი ზემოქმედება, მუდმივი ბერკეტი. მავიცი, ხანჯალი ყელთან. საქართველოს ცენტრში საქართველოს გულში. სერიოზული ფსიქოლოგიური ოპერაცია მოსახლეობაზე და ეს შეგუებაც, ასე ვთქვათ, თავისთავად იმას იწვევს, რომ უფრო მეტი ადამიანი სტოკჰოლმის სინდრომი შეიძლება დავარქვათ ან ნებისმიერი სხვა რაღაცა, უფრო მეტი ფიქრობს, რომ დალაგება უფრო მიზანშეწონილია ვიდრე ნებისმიერი სხვა ვარიანტი. ან სხვა ვარიანტზე აზრიც არა აქვს ფიქრს. რასაც მივყავართ იმ სიტუაციამდე, რა სიტუაციაშიც დღეს სამწუხაროდ ვართ ყველა ერთად და ეს დიდი გაუგებრობა და უსაშველობა რომ ანუ მსჯელობა იმაზე აღარ მიდის საერთოდ რა შეიძლება გაკეთდეს იმისგან რომ უფრო დაცულები ვიყოთ, უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდეს, არავინ საერთოდ არ საუბრობს იმაზე რომ ალტერნატიული გზები შეიქმნას იმ შემთხვევაშიც კი რომ მაგალითად ცენტრალური მაგისტრალი გადაჭრან და სახელმწიფო ორ ნაწილად გაიყოს, ლოჯისტიკური კავშირი აღარ იყოს დასავლეთი აღმოსავლეთთან ვეღარ დაკავშირდეს, არ არის საუბარი იმაზე რომ ალტერნატიული გზები იყოს, რაც პრაქტიკულად სტრატეგიულად თუ შევაფასებთ არის დამარცხებულის ფსიქოლოგიიდან მომუშავე პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც უბრალოდ გაძლებაზე არის და არ ფიქრობს მომავალზე. ანუ იმ პირობებში არის, რა პირობებშიც არ. ამჟამად მდგომარეობს აი ეს ასე ვთქვათ, ამით შევაჩამეთ პირველი ნაწილი, ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი თემა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, არის რომ ეს არ არის ეს ეპიზოდი, ან ზოგადად ეს პოდკასტი არ არის იმისთვის, რომ ვიღაცას პესიმიზმის განწყობა გაუღვივდეს. უბრალოდ პრობლემები რაც არსებობს, იმაზე უნდა ვისაუბროთ, არა იმიტომ რომ ყველამ გაიგოს რომ პრობლემა გვაქვს და სახში შეიკეტოს და დეპრესია დაემართოს, არამედ იმიტომ რომ გაიგოს ეს პრობლემა და ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ უნდა აღმოვხრათ ეს პრობლემა, იმიტომ რომ გვინდა თუ არა ეს პრობლემები არის და ამაზე ჩუმად ყოფნა და უბრალოდ არაფრის თქმა და წყნარად ყოფნა და არ გაჟღერება, საერთოდ არაფერს საქმეს არ შველის. ამიტომ პესიმიზმის მაგივრად მინდა რომ უფრო ოპტიმისტური თემა იყოს და ყველამ ერთად ვიფიქროთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმ პრობლემების მიმართ, რაც რეალურად გვაქვს და არსად არაპირებს წასვლას. და მოდით ძალიან კარგი შესავალი გამოგვივიდა მიმოხილვა პრაქტიკულად მთლიანად იმ თემის, რა თემაზეც მინდა დღეს საუბარი და მოდით ჩაუღრმავდეთ უკვე ცხინვალის რეგიონის გეოგრაფიულ მნიშვნელობას. მოდით აუხსნათ და ჩაუღრმავდეთ, რატომ არის ცხინვალის რეგიონის მდებარეობა რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი. ალბათ უკვე გმართებს კარგად ჩაღრმავება ამ საკითხის, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლო-ბოლო თავიდან ვისწავლოთ. ვისწავლოთ ამ ქვეყნის გეოგრაფიაც, ტოპოგრაფიაც, სამხედროებმა განსაკუთრებით, რომ რას წარმოადგენს თვითონ ჩვენი ქვეყანა. საქართველოს 974 კილომეტრი აქვს საზღვარი ოკუპანტ ქვეყანასთან. ჩვენი ზურგი ყოველთვის იყო კავკასიონი. და ფარი სახელმწიფოებრიობის შექმნიდან დღემდე ეს ქვეყანა თავისუფლებისთვის ბრძოლით მოვიდა და მე ვთვლი და არ მგონია მართლა ასე ვთვლი, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის იყო ჩვენი გადარჩენის ფორმულა, თორემ ყოველთვის ცოტანი ვიყავით
მაგრამ ყოველთვის აქ ცხოვრობდით და ყოველთვის ვიცოდით რაში მდგომარეობდა ჩვენი გადარჩენის ფორმულა. ვახტანგ გორგასალი იყო და ციხეებს აგებდა და კავკასიონით რო გავიდა დარიალით, ჩერქეზეთიდან დაბრუნდა. ეს ხო ისტორიული ფაქტია. დავითი იყო, თამარი იყო, მთებში ციხეებს აშენებდნენ, თავდაცვით სისტემას აგებდნენ, რომ ზურგი უნდა ქონოდა ყარად ქვეყანას, მაშინ მტერი იყო სამხრეთიდან, იმიტომ რომ გეოგრაფიულად სამხრეთიდან უფრო გაშლილია ჩვენი ველები. და ის რომ მცირე ზურგში ხანჯალი არ მიეღო, აი ამ გზებს აკონტროლებდა ქართული სახელმწიფო მუდმივად და იყო მყარად, რომ ჭარბი მტრის შემოსევის შემთხვევაში ხიზანი მოსახლეობა შესეულიყო და ცოცხალი ძალა ყველაზე ძვირფასი რესურსი რაც გააჩნია, ადამიანური რესურსია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ხო ასეა, რომ ადამიანებიც გადარჩენილიყვნენ, საქონელიც გადარჩენილიყო შუა საუკუნეებში, თავი შეეფარებინათ და თავიანთ თუნდაც უკვე მტრისგან აოხრებულ ნაფუძვებზე დაბრუნებულიყვნენ და ცხოვრება გააგრძელებინათ. ახლა ეს შესავალი ატო დამჭირდა. შიდა ქართლის ზემო ქართლია უпростоრად ისტორიული სახელწოდება ცხინვალის რეგიონის. პირდაპირ ესაზღვრება კავკასიონს და როდესაც როკის გვირაბიდან გზა გამოდის ჯავის სერპანტინებისკენ, ეს არის პირდაპირი სამხრეთი ფერდობი. ამ გზას რატო აშენდა წეღანაწყვებოდი? პირდაპირ მიიღო ქვეყნის გულზე, ცენტრზე წვდომა რუსეთმა რომ შემოსულიყო ქვეყანაში. მე ხაზი გაუსვი რომ დარიალით შემოსულ მტერს მაშინ როდესაც საქართველოს ანექსია მიდიოდა, ხვდებოდნენ რომ კიდევ ერთი უღელტეხილი ამ ვიწრო ხეობიდან უღელტეხილი უნდა გადმოელახათ. აი როკის გვირაბის შემთხვევაში და ქართლის შემთხვევაში, ცხინვალის შემთხვევაში უკვე გამოსულია კავკასიონი, გადმოლახული აქვს და პირდაპირ წვდომა აქვს ქართლის ზეგანზე. ეს არის ცხინვალი, ეს არის გორი და ამ წუთას ესეთი ჩანაწერიც გამახსენდა იგივე ვარანცოვის, როდესაც უგზავნიდა იმპერატორს წერილს, რომ ფაქტიურად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთისგანო მოსახლეობითაც კი გამიჯნეო. ბორჯომ ბაკურიანამდეო მიტარბით დამთავრებულიო, ოსური მოსახლეობა მყავს ჩასახლებულიო. ანუ ეს თავიდანვე, ფაქტიურად 2 საუკუნე გამოდის, ხო? მიზანდასახული ქმედება იყო. შენიღბული შეიძლება ცოცხალი ძალით, რომ ასათვისებელი იყო ამდენი ქართული ველმინდვრები, მოსახლეობისგან დაცლილი, საუკუნეებით ბრძოლისგან დაწურული, მაგრამ რეალურად აგერ აგვისტოს ომას გვაჩვენა და თუნდაც დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გვაჩვენა რა ინტერესები ქონდა. ეს არის ამ ქვეყნის სრული ანექსია. სხვადასხვა მეთოდით. დღეს უკვე ეს ყველაფერი აგერ გუშინ წინ თუ 2008 წელი იყო და ფართო მასშტაბიანი. ალბათ სამხედრო თვალსაზრისით ბოლო სატანკო ასეთი მარშირება, რაც გაანახორციელა რუსეთმა ძალის დაჭარბებით, სხვადასხვა მონაცემებით, ვერც კი დაავითვალეთ წესიერად. დასავლეთ აფხაზეთსა და ქართლში 86,000-მდე ადიოდა შემოჭრილი რაოდენობა 15,000-იანი ქართული ჯარის წინააღმდეგ. აი რამდენჯერადი დაჭარბებით შემოვიდა, ხო და ეს სატანკოს მარშირებაც ეს ბოლო სატანკო ის არის, იმიტომ რომ რა ვიცი T-62-ებით წეღანას მოხსენე გადმოლახვა კავკასიონის რაღაც უფრო ახირებას გავდა, იმიტომ რომ ამის ალბათ საჭიროებაც არ არსებობდა. განა იმიტომ რომ ჩვენ ჯაბანი ვიყავით და ვერ იმას ვიზავდით. არა, უბრალოდ არ ჭირდებოდა ასეთი, ეს იყო ალბათ უფრო მეტი, თუნდაც იგივე თურქეთისთვის ძალის დემონსტრირება, თუნდაც დასავლეთისთვის, რომ აქ მე ვარ უფროსი, ეჩვენებინათ. სხვა შორის აი ტრანსკამის მშენებლობის დაწყების წინ იმდენად ცდილობდა რუსული სამხედრო ელიტა, ეს ხო სამხედრო ფეოდალური სახელმწიფო იყო, მეფის დარწმუნებას, იმპერატორის დარწმუნებას, რომ აი აქედანო იმდენად
ქართული კაკალი ხო გრეჩესკი არის როგორც რუსები იცნობენ ეთყობა საბერძნეთიდან იცნობენ იმდენიაო ქართლშიო და მოსკოვის ბაზარზე შეიძლება მოხვდესო და აი საოცარი ჩანაწერები არსებობს რომ როგორმე დაერწმუნებინათ რომ ამ გზის შენებლობა დაწყებულიყო და მე როგორც წაღანო ახსენე წინა ნაწილში სამხედრო ბიუჯეტიდან დაფინანსებული გზა არის პირდაპირ ქვეყნის გულში სტრატეგიული მდებარეობით დედაქალაქთან ახლოს და ლიხის გვირაბთანაც ახლოს. აი, რო დავხედავთ, ხო? ზემოქმედება გრავიტაციული ცენტრალურ ხელისუფლებაზე და პირდაპირ ლიხის გვირაბის პრინციპში რაც ვნახეთ ჩვენ, ხო? ამის გაწყვეტა შუაზე. დარჩენილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საცაკი. მაგრამ იქ იმდენი მკვდარი წერტილებია და დღევანდელი ჩვენ პირიქით ოპტიმისტურად უნდა უდგებოდეთ. მკვდარი წერტილები სამხედრო ტერმინში ნიშნავს უამრავი ქედი და მთა გვაჩუქა ღმერთმა, სადაც ცხოვრობთ. თავარია ჩვენ იმით კი არ ვიტრაბაღოთ რა მაგარი ბუნება გვაქვს. რა შევინარჩუნეთ და რას ვიცავთ და რისი დაცვა შეგვიძლია და საკუთარი ძალის რწმენა. იმდენი მკვდარი წერტილია, რომ ვერც ის რუსული არტილერია და ვერც ის ვერაფერს ვერ დააკლებს. გააჩნია რას დაუპირისპირებ. მაგრამ ამისთვის თავარია ის ცოდნები აგებული და პირველ რიგში ნება, რომ შენი ქვეყანა არის შენი დასაცავი. სხვა არავინ არ დაიცავს. აი მართლა კარგი მაგალითი გვაქვს, აგერ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს უკვე მეხუთე წელი თუ 4 წელი შესრულდა უკრაინის ომის, ხო? ყველა ელოდებოდა კიევის ამ დღეში. მაგრამ არა. დახმარება როდის მოვიდა, როცა უკრაინელმა გამოხატა სურვილი. ხელისუფლებიდან დაწყებული რიგი ჯარისკაცები დამთავრებული თავის ქვეყანა თავის დასაცავია. მე ხო ომს კი არ მოუწოდებ ვინმეს ამას ნურავინ უგამიგებს, მაგრამ ჩემი ქვეყანა ჩემი დასაცავია. მე სანამ გაწევას მექვემდებარები, მე უნდა მქონდეს შინაგანი მზაობა, რომ ამ ქვეყანასო ჭირდება, მე უნდა დავდგე. მინდა იცავს ჩემ ოჯახს, მინდა იცავს ჩემს ქვეყანას. ჩემი ქვეყანა ჩემი ოჯახიდან იწყება და ჩემი ქვეყნის საზღვრებით მთავრდება, ხო? ეს თავდაცვითი პოლიტიკაა. აი, ახლა ამაზე გამახსენდა, ნახეთ ჩორჩანაზე რა ამბავი ატყდა. და რატო ატყდა ეს ამბავი? სად არის ჩორჩანა? ჩორჩანა არის ყველაზე ახლოს ლიხის გვირაბთან, რაზეც საუბრობთ, ხო? ყველაზე ახლოს და რამოდენიმე ასეული ჰექტარის ოკუპაცია ისე განხორციელდა და ძალიან გაუგებარი ამბები მოყვა ამ ყველაფერს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო პრემიერი, როგორ იყო რა? ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ როდესაც შენს ტერიტორიაზე დგავ საგუშაგოს პოლიციურს ეს ხო არ არის შეიარაღებული დაპირისპირება, მაგრამ როდესაც უკვე ოკუპანტი ისეთ ადგილზე განთავსდა ქვეყნის გულში, რომ აქედან ისე ზემოქმედებს, რომ ეს ყველაფერი ის რაც საკონტროლო საგუშაგოა, ჩაგითვალა და ამ ნარატივს იმეორებ, რომ ეს წინააღმდეგობის გაწევა საკუთარ ტერიტორიაზე. რასაც უნდა იმათ ჩათვლის, რაც აწყობს იმათ. ხო, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ მე რუსული ნარატივი ვიმეორო, რომ იქ ჩორჩანაში რა უნდოდა საგუშაგოს. რატომ არ უნდოდა? უნდოდა, იმიტომ რომ ის ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც სიღრმეში შემოვა, უფრო და უფრო მეც მოგთხოვს, იმიტომ რომ ნუ ასია რა, ცოტას დათმობ, მეტის დათმობა მოგიწევს. მაგრამ რატო უნდა დათმო? ის რაც შეიძლება, ამისთვის ახლა არ არის აუცილებელი იარაღი, არ არის აუცილებელი ის არსებობს პირველ რიგში დიპლომატიური მისია, საგარეო ურთიერთობები, მეგობრები, რომელიც შემოგვეცანენ, უბრალოდ ჩამოვიცილეთ და წეგალ ვამბობდი ეს ჰიბრიდული ტესტები მიდის, ხო? ჰიბრიდული ომის ტესტებია. ტესტამენტ წითელი ხაზების არ გადის, რას ვეგუებით, რაზე აღარ რეაგირებს მთავრობა, რაზე მთავრობა აღარ რეაგირებს, როგორ რეაგირებს, აი ამის გამეორება რა ვიცი არ მომწყინდება და ეს ევროკავშირის დამკვირვებლები და რა დონეზე შეშფოთდება დასავლეთი, ამას ტესტავს და მოდის. და ამის სტრატეგიული დანიშნულება, ეს სტრატეგიულ დანიშნულებაში გადადის უკვე მეოთხე ბაზა, იმიტომ რომ მუდმივი ზემოქმედების ბერკეტად განიხილება და ჩვენ ვარდებით აპათიურ მდგომარეობაში, რომ აი ეს უფრო ასე იქნება. რაღა მნიშვნელობა აქვს რამის ცვლილებას ამ ქვეყანაში, რა აქვს? არ ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ არსებობს სხვა გარემოებები შენი ქვეყნის გარეთ. აი, დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ოღონდ სწორად მინდა ახსნა, რას ვიტყვი ახლა. მეოთხე ბაზა დღეს არის დაცარიელებული.
რეალურად მეოთხე სამხედრო ბაზა არის ჩონჩხად ქცეული, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ბაზის ზურგი და დაცვის ასეულებია შიგნით განთავსებული. ის თანამედროვე ტექნიკა, რაც ოკუპაციის შემდეგ განათავსა 90-ები ყველა პირველივე დღეებიდანვე ჩაერთო, როგორც კი წინააღმდეგობა გაწია უკრაინამ და გადასროლილი იქნა. ის გაწვრთნილი ქვედანაყოფები ავტომატურად იქნა გაწეული და ამას მიყვა მეოთხე ბაზას შეზრდილი აი ჯერ 2000-ში დაიწყეს და მე 17-18-ში ფაქტიურად ოსეთის ეგრეთ წოდებული ოსეთის ახალ თავდაცვის სამინისტროს ნაწილები ფაქტიურად ადაპტირებული იყო მათში და ამათაც მოუწიათ და მოხალისეებად და აღმოჩნდა რომ საზარბაზნე ხორცად წავიდნენ და ძალიან დიდი მსხვერპლის იყო და უკმაყოფილებად სხვათა შორის. მაგრამ ახლა ეს ბაზა არსად არ წასულა. ნახეთ როგორი ფორპოსტი შექმნა. ჩვენს უნდა ვისწავლოთ, რომ ის ინფრასტრუქტურა არავის არ წაუღია. ხვალ ზეგ დღეს თუ ეს მდგომარეობა და მას სხვა ფრონტზე ხალხი და ჯარი ჭირდება, ომის გაჩერების შემთხვევაში ეს ბაზა გადაივსება ძალიან სწრაფად. მით უმეტეს პირდაპირ ვიტყვი, ეს არის რუსული არმიისთვის ჯორჯია რიზარტი. გადასარევ ადგილზეა ზღვის დონიდან მშვენიერი სიმაღლეა და როგორც ჩეჩნეთში ნაომარი გენერლები მოდიოდნენ სამშვიდობოს ხელმძღვანელებლად და ფაქტიურად კურორტზე ისვენებდნენ, ჯავის წყლებზე ისვენებდნენ, ცხინვალში მზეზე ირუჯებოდნენ, ასეთივე დანიშნულებაც აქვს მათთვის, რომ ამ ბაზას თავისუფლად შეავსებენ ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში. რისი თქმა მინდა რომ არავის არ ეგონოს და არ აქონდეს ილუზია, რომ აი მეოთხე ბაზა დაიცალა და ეხა შეუვარდები და რაღაცას ვიზავ. არა ბატონო. იმიტომ რომ ნახეთ როგორი ხაზი შექმნა რუსეთმა. ეს მართლა საუკუნოვანი ნაფიქრი იყო, რომ საქართველოს მეშვეობით და განსაკუთრებით საქართველოს ცენტრის მეშვეობით როგორ ემართა და როგორ მოეხდინა ზემოქმედება სამხრეთ კავკასიაზე მთლიანად. იწყება ეს რა ვიცი ასე ვთქვათ, მილსვეძახი პირობითად ვლადიკავკაზიდან, სადაც 58 არმიის შტაბინაა განთავსებული. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ახლა, ეს 58 არმიის შტაბინაა თავისი არმია, თავისი დივიზიებით და შენაერთებით. ალაგირში იყრის თავს და ხვდება პირდაპირ კავკასიონის ქედზე, სადაც ტრასკამი გადის. ეს გზა უკვე კარგად აპრობილებულია ომის დროს. დაახლოებით 10 საათის გათვლა, რომ მოხვდეს რუსული ჯარი 10 საათში, ეს ძალიან მაღალი ტემპია სამხედრო მობილიზაციისთვის კავკასიის სამხრეთ ფერდობზე. ჯავაში, ესეთი უგართანდას-ველი ქვია, მართლა სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ჯავიდან ესეთი ზეგანია მდინარე ჯეჯორას და ლიახვის შესართავის თავზეა ზუსტად და აი იქ რო დადგები პერისკოპული დურმედით რო გადმოიხედავ, მთელი ქართლის ზეგანი, გორი, თვალსა და ხელშუა. მე ახლა ვლაპარაკობ მაგისტრალზე, ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც რა გადის და რა გამოდის, როგორ შეიძლება ძალიან მარტივად კონტროლი ჭოგრიდით. პერისკოპული ჭოგრიდით. და ეს საუკეთესო ჰავით წარმოდგენილი ეს უგართანდასველი არის საუკეთესო თავშეყრის, იმიტომ რომ კავკასიონ გადმოლახული ჯარს დასვენება ჭირდება და აგერ დაბლა თავშეყრის ადგილი და ინფრასტრუქტურულად გამართული მეოთხე ბაზა. ცხინვალი სამიზნე, საიდანაც მას შეუძლია ჩვენზე ოპერატიულ-ტაქტიკური ზემოქმედება და სამიზნე გორი. აი ახლა მაზეც გამახსენდა მიბამბიმ გორი და უკაცრავად ჟირინოვსკის კი იძახდა. სანამ 2008 დადგებოდა. პირდაპირ ეს კაცი ხორუპორი იყო რუსული პოლიტიკის. და დაგვიბომბეს კიდევაც. გორში შემოსვლით საერთოდ გაწყდა კონტაქტი. დასავლეთსა და საქართველოს შორის ეს ბევრჯერ გამეორდით, მაგრამ ასე. ხო. მაგრამ ჩვენ გვაქვს შემოსავლელები. არის ახალგორი, არის იქით ნაურის რაიონი და ამიტომაც მწვავე თემაა. თვითონ რუსებისთვის არის მწვავე თემა, რომ ჩორჩანაზე როგორ გავბედეთ. ზღუდეს იკეთებს. და როგორ გავბედეთ და ჩავდგით ჩორჩანა. ჩასადგმელი იყო, სასახად ჩასადგმელი იყო და უფრო მეტიც აუცილებლად უნდა გრძნობდეს რუსული სასაზღვრო ჯარი
ქართული პოლიციურ ძალას, რომ გადმოწევა იმ დროებითი ზავის, მე ამას მაინც ომს ვეძახი, მაგრამ ახლა ხო საბრძოლო მდგომარეობაში არ ვართ. არა, არ უნდა გადმოწიოს, უნდა გრძნობდეს, რომ იქ რეაგირება ექნება. ეს ჩვენი ამოცანაა, ეს ჩვენი ვალდებულებაა. ნამდვილად ასეა და აი ამის გვაქვს უამრავი საშუალება, ახლა არ მინდა ცოტა სხვანაირად გამომივად, ჩემი ხედვა რომ დავიწყო ამაზე, რომ ომისკენ მოუწოდებსო, მაგრამ მართლა შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა, რომ გაჩერდი, სადაც ხარ. შეაჩერე ცოცხალე ანექსია, რომ მიეცეს ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს საშუალება დაიწყოს საგარეო ასპარეზზე მუშაობა. თუ ვინმე შემოგჭა მეგობარი და მართლა ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის ლანძღავს, ვინ ვის არ მოსწონს, ასე არ არის. ამ ქვეყანას უკვე აქვს თავისი ბექგრაუნდი დასავლეთში, ძალიან კარგად გვიცნობენ რა შეგვიძლია, ძალიან კარგად იციან როგორ ვედექით გვერდში ავღანეთშიც და მარტო უილსონის მაგალითი გვეყოფა, რატო დაარქვა თუნდაც მეგობარი აქტი, შვილების გამო დაარქვა, იმიტომ რომ შვილებისგან იცოდა რას ნიშნავს ქართული მეგობრობა და როგორ უწევდნენ მეგობრობას ავღანეთში. ჩვენ ძალიან ბევრი ბერკეტი გვაქვს, უბრალოდ დღეს ვართ ბოდიში და ყურებ ჩამოყრილ მდგომარეობაში, რომ რა გვეშველება, არა. საშველი ყოველთვის გვაქვს. პატარა ამბავს გავიხსენებ, სხვა შორის აკეცეთეს აქვს. ბაშეჩუკში ეს მომენტი ძალიან კარგად აღწერილი, თუმცა ეს მართლა 1659 წლის კახეთის აჯანყების ნაწილია ბაშეჩუკში, როდესაც всё, კახეთი დამთავრებულია, უკაცრავად ხშირად ხმარობს ლენგებს. სახანოა თემურაზ პირველი გაქცეულია, არავინ არ ჩანს დედამიწის ზურგზე, მშველელი მთელი თავადაზნაურობა გადასულია და ეს ამ ფილმშიც კარგად ჩანს ეს ისტორიული მონაკვეთი, რომ ხმის ამომღები კახეთში აღარავინ აღარ არსებობს, მაგრამ უცბად აღმოაჩენენ, რომ ძალიან მცირე გუნდი არ მინდა ცუდად მოვიხსენო, ლამის ტერორისტებად იქცნენ და ისე გაწყვიტეს ალავერტში დამპყრობელი და ალაზნის პირას ჩამოსახლებული თურქიელი, ხო ასე იყო მოხსენება, დიდ პატარაც კი გაწყვიტეს, იმდენი ბრაზი იყო დაგროვილი და მე არ მინდა ჩემი ქვეყანა ამ ბრაზამდე მივიდეს და ნუ რა ვიცი დაავიწყდება, ეს ჩვენი გენეტიკა, ეს ჩვენი სისხლის ყბილია. ჩვენ ასეთი ხალხი ვართ. შეიძლება ვიღაცა მოგვერიოს დროებით, მაგრამ ამას არავის არ ვაპატიებთ. ხვალ ზეგ და ჩვენ გვაქვს ამის საშუალება დღეს მართლა ყავს მეგობრები, რომ ეს ყველაფერი მიდიოდეს დიპლომატიური გზით, მიდიოდეს სწორი პოლიტიკით, ევროინტეგრაციით, რომ ვინც მოყარეს აარეძებს, იგი თავისა მტერია და მეგობრობა გზადახიდად. მთელი ცხოვრება ჩვენ ყავს მეგობრების საძებარი. კავკასიაში ვართ ერთადერთი ეთნოსი, რომელსაც ნათესავი გვენათესავება მხოლოდ აფხაზი და მტრად ყავს მოკიდებული და ენობრივ ლინგვისტური ურთიერთობა გვაქვს ლეკებთან. დედამიწის ზურგზე ჩვენ ნათესავი ერი არ ყავს. და როგორ შეიძლება ჩვენ არ ვეძებოთ მეგობარი, როცა უამრავი მტერი ყავს გარშემო. ეს არის ჩვენი ამოცანა, უნდა დავიწყოთ, ვისწავლოთ ჩვენი ქვეყანა ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ გადავრჩით, როგორ მოვედით აქამდე და საით მივდივართ. ის ღერძი, რაც მთელი საუკუნეების მანძილზე მოყვებოდა დასავლეთისკენ, ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ეს ქართლის გულიც ოდესმე ყველა შემთხვევაში დაბრუნდება ერთობლივი სისტემური მიდგომით, ძალისხმევით, სამხედრო ცოდნით, დიპლომატიური განათლებით, საერთაშორისო ურთიერთობებით და უზარმაზარი შრომით ქვეყნის შიგნით. სხვანაირად წარმოუდგენელია. მაგრამ ეს ოპტიმიზმი ჩვენ უნდა გქონდეს, რომ დღეს არა ხვალ და ჩემს თაობას მე ამას ვეტყოდი, რომ მე არ მინდა ჩემს შვილებს ასეთი ქვეყანა დაუტოვოს, სანამ შემიძლია. მე აუცილებლად უნდა გავაკეთო ის, რომ არა შვილებო, მე ვერაფერი ვქენი და თქვენ ქენით, უბრალოდ უხერხულია. მინიმუმ ჩემმა შვილმა ეს მოისმინოს. არ ვიცი, შეიძლება ბევრი ვერაფერი გავაკეთე ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ეს სურვილი მაქვს და ეს სურვილი მაამოძრავებს. რა ვიცი, ალბათ ყველას ამას ვეტყოდი. კი ბატონო, მოდით ეს ორი ოკუპირებული ტერიტორია შევადაროთ ერთმანეთთან, როგორც საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი რუსეთის ხელში. როგორ გამოიყენება, ანუ ცხინვალზე ვისაუბრეთ, როგორ გამოიყენება აფხაზეთი საქართველოს წინააღმდეგ, რა სამხედრო უპირატესობები აქვს და ინტერესები აქვს რუსეთს აფხაზეთში და ეს ამ ორი რეგიონიდან სამხედრო თვალსაზრისით რომელი უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ანუ რომელი უფრო რთულად დასათმობი არის რუსეთის გადმოსახედიდან.
ფაქტიურად ორი ნაწილია და მოდი ასე შევხედავდი ამ საკითხს. დავიწყოთ მოსახლეობით, რაც ყოველთვის და ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია. ცხინვალის რეგიონი იმდენად მცირე მოსახლეობაა, რომ ფაქტიურად შესისხორცებული ყავს რუსეთს აი ამ საოკუპაციო რეჟიმით. ბაზაზე მომსახურე, ფაქტიურად წეღანდაც ვახსენეთ, ეს რაღაც თავდაცვის სამინისტროს ეგრეთ წოდებული წარმონაქმნი ფაქტიურად ბაზის დანამატი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა იქცა აი ამ საოკუპაციო ძალების მომსახურე ნაწილად. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტელიტას, ფაქტიურად მithumetes ეს ბოლო ცვლილება ცხინვალის ადგილობრივი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების უკვე მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა, კამბოლოს დანიშნავენ, რუსეთში წაიყვანენ, ამას მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ხალხი ფაქტიურად რუსეთის მოქალაქეა, შეზრდილია და ერთგვარ დანამატად იქცა ამ რეგიონში. ამ ხრივ შედარებით ფსევდო წინააღმდეგობაშია აფხაზეთი. აფხაზეთში მოსახლეობაც მეტია და აფხაზებს დღემდე აქვთ გამარჯვებული ხალხის სინდრომი, ბევრად მეტი აქვთ პატრიოტული მოტივები და აი ეს ბიჭვინთის მაგალითს თუ მოვიყვანთ, იგივე მიწებთან დაკავშირებით გარკვეულ პროტესტსაც აწყდებიან. ანუ ეს არის სრულად ანექსირებული ნაწილი ცხინვალის, მენტალურად ანექსირებული და შემოსაზღვრული ტერიტორია ფსბ-ს სასაზღვრო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალებით, ხო? აფხაზეთში არის ეს წინააღმდეგობა. კი, რა თქმა უნდა, ფსევდოპატრიოტულს იმიტომ ვამბობთ, რომ აბსოლუტურად რუსულ ცხოვრების წესი არიან. აქაც როგორც ცხინვალში ამ ყველაფერს ბევრად განსაზღვრავს იგივე სასაზღვრო ჯარები, რომელიც დგას ენგურიდან აყოლებული კოდორის ხეობით დამთავრებული კავკასიონის ქედამდე და იგივე მეშვიდე სამხედრო ბაზა და მთლიანად მიბმული აი ამ რუსულ ეკონომიკაზე და ნახეთ რო შევადაროთ ცხინვალი თუ ბერკეტია ცენტრალურ მაგისტრალზე, მილსადენზე, რკინიგზასთან სიახლოვით და ასე შემდეგ და აქვს ქვეყნის შუაზე გაწყვეტის და ეს განიხილება როგორც ოპერატიულ ტაქტიკური დონის ზეწოლა სამხედრო თვალსაზრისით აფხაზეთში როგორც თავშივე აღვნიშნეთ საჰაერო მიმოსვლაც ჩართული კომპონენტია, საზღვაო, მით უმეტეს განსაკუთრებული დატვირთვა ოჩამჩირის შავი ზღვის ფლოტის ნარჩენების გადასარჩენით ფუნქციაც რო შეიძინა დღეს ამ ნაწილშიც სოხუმის პორტი არ გამოირჩეოდა სიღრმით და იმით, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლიათ ანაკლიაზე ზეწოლა და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ჩვენ ზუსტად აი ამ ერთკვირაში ჩვენს თავზე გამოვცადეთ. თითქოს დაგვავიწყდა რა არის ნავთის ლამპა, მაგრამ მე მგონი უნდა მოვიმარაგოთ, რადგან თუ წყალსაცავი საქართველოს ხარეს არის, გამომუშავება და გენერაცია ხდება აფხაზეთის ნაწილში, გალში. ესეც ენერგეტიკული ზეწოლის ფაქტორია. დგას ზურგში ტრადიციულად მეშვიდე ბაზა, წინახაზე სასაზღვრო ჯარები, შეღწევადობა არ გვაქვს და მე მგონი ჩვენი ენერგეტიკოსები სპეციალური საშვებით დადიან ჩვენსავე ყველაზე დიდ ელექტროსადგურზე, საიდანაც ვიღებთ ენერგოგამომუშავებას. ეს უკვე არა მარტო ენერგეტიკული ზეწოლაა, ფსიქოლოგიური ზეწოლაც არის. გაიზარდა თაობა, რომელსაც არ ახსოვს ნავთის რიგში დგომა, ჩამქრალი ქალაქი და უცბად რა ხდება, მთლიანად ითიშება ქალაქი და ჩვენ ვისმენთ ასია თუ ისია ხან საბოტაჟად, ხან რაღაც სატესტო რეჟიმებს. სიმართლე ჩანს რომ აშკარად სუსხოგან არის და რეალურად ეს ოკუპაციის შედეგიც არის ერთგვარი. აფხაზების მიმართ ბევრად ლოიალურობას ამჟღავნებს ასე უფრო პოპულისტურად პოპულისტურ ნაწილში რომ რაღაც დათმობებზე მიდის აფხაზებთან, მაგრამ აი ეს არ ჩანს ოსებთან, რუსების ნაწილში, იმიტომ რომ ოსებს კიდევ
დიდოსეთთან გაერთიანების ეს ნარატივი ისეა ჩამოყალიბებული, რომ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, შერწყმა და მაგრამ ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთზე თუ ვიტყვით, რუსეთს ეს ნამდვილად არ ჭირდება, იმიტომ რომ ვაიდა ქართულმა გენმა იყივლოს და ეს ღია ანექსიამ ისევ დასავლეთისკენ შეეტრიალოს რაღაცა ღირსშეცვლილი მდგომარეობა, როცა იაფი მიჯდება ის რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ჰიბრიდული ნაწილით. მაგრამ სულ სხვა ქმედება აფხაზეთში. აფხაზეთში ვითომ აქ თუ რაღაცა ჩანაცვლებას იქ ყოფილი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის კრემლში ადმინისტრაციაში გადაყვანა და ცოტა ხმაურიანია, რომ ამაზე ქართველები ნახოთ რა რეაქციას იზავენ, იქ შედარებით სხვა სიტუაციაა, რაც უნდა ჩანდეს საინფორმაციო ველში, მაგრამ რეალურად იმდენად ზემოქმედებს აი ამ ოკუპაციით, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი საზღვაო აკვატორია ფაქტიურად ჩამოთვლილი გვაქვს და ჩვენ ხედავთ დაიწყო 16 წლიდან მოყოლებული 26 წელიწადი განახევრდა და მიიწურება მალე, მაგრამ ანაკლია საშველი არ ადგება, იმიტომ რომ ეს პირდაპირი ბერკეტია. ვერ შედება ანაკლია აქეთ ორჭოსანთან პრეტენზიას მილსადენზე გიცხადებს და რასთან გვაქვს საქმე? ბრწყება დასავლელი და მართლა ამ ქვეყნისთვის საჭირო საინვესტიციო გარემო შეშინებულია, შეშფოთებულია და პირდაპირ ურტყავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. როგორც კი შევალთ სტაგნაციაში, დავიწყებთ უკუსლას. ეს ჩვეულებრივი კანონია ეკონომიკის. აი ეს ხელშეუშლის როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებას, ისე ზოგადად ქვეყნის შიგნით რაიმე ეკონომიკური პროექტების განვითარებას. ეს ცალსახად ზემოქმედებს და თვითონ აფხაზეთი აი ამ თავისი მდებარეობით, თავისი გეოგრაფიით, თავისი ბმით კრასნოდარის მხარეზე პირდაპირ, ეს უკვე მართლა გეოპოლიტიკურ ნაწილში იზრდება, სტრატეგიული ნაწილია და წეღანად ადამიანურ რესურსზე რო დავიწყე, ისა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გასულ წლებში როგორ ზემოქმედებდა ქვეყნის შიგნით. არ მიყვარს ხოლმე ამ ტერმინის ხმარება 90-იანებში უფრო ხშირ მეხუთე კოლონა, მაგრამ რეალურად ეს მეხუთე კოლონა არ წასულა. ტოვლილი მოსახლეობა ბევრად მეტია აფხაზეთიდან და აი ამით ბევრად ზემოქმედებდა. იგივე არჩევნების დროს როგორ ახერხებდა ეს კიდევ ცალკე თემაა ჩაშლის და კვლევის, მაგრამ დიდად ანგარიშგასაწევი ხდებოდა ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომ აფხაზეთის თემა უნდა განეხილა ცალკე, სხვა ჭრილში, უფრო ფაქიზი იყო, უფრო მგრძნობიარე იყო, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი რაოდენობა დევნილი მოსახლეობის. არაფერ შეიძლება საკუთარ მოსახლეობას არ გაუწევ ანგარიში და რაც მეტ ადამიანს ტკივა, უფრო მგრძნობიარეა. ეს ხო ასია. შესაბამისად, აფხაზეთი ბევრად მეტი წონადობის არის და ამას თვითონ ხაზს უსვავს რუსეთი. და რადგან მოსახლეობის ეხლა უკვე აგვისტოს ომის შემდეგ საკმაოდ დიდი ნაკადი მიიღეთ აქაც ტოლვილი, იმიტომ რომ ფაქტიურად დაიცალა ლიახვის ხეობები და ქსნის ხეობას დაიცალა ახალგორი და იქით ფრონის ხეობები, მაგრამ ბევრად ჩუმად ხდება, ბევრად უფრო საშიში მოვლენები ოპერატიულ ტაქტიკურ დონეზე, ვიდრე სტრატეგიულ დონეზე აფხაზეთში. და ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გადმოსახედიდან, აი ეხლა რო არის საუბარი, ეხლა რა ზოგადად არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთი დასუსტების გზაზე არის, ასე ვთქვათ, შეიძლება საქართველოს გამოუჩნდეს ფანჯარა, იქნება ეს დიპლომატიური თუ ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი ხერხით, რომ რამდენად ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს და რეინტეგრაცია მოხდეს, ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიიდან, რუსეთის გადმოსახედიდან, რომელი უფრო რთული დასათმობი იქნება და რომელი უფრო ტკივნეული დასათმობი იქნება საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, შიდა ქართლი. იმიტომ რომ შიდა ქართლით შეუძლია მყისიერი ზემოქმედება. თუნდაც ტაქტიკურ დონეზე იყოს, მყისიერი ზემოქმედება უფრო შეუძლია შიდა ქართლით, ვიდრე აფხაზეთით. რამდენადაც შეიძლება იყოს დამკვიდრებული აზრი, რომ რა თქმა უნდა ტერიტორიითაც, რა თქმა უნდა მოსახლეობითაც ეს აღნიშნეთ კიდევაც აფხაზეთი ბევრად დიდია, მაგრამ მყისიერი ზემოქმედება შეუძლია შიდა ქართლით.
ჩემი გადმოსახედიდანაც უსაფრთხოების სუფთა ცივი გათვლებით რომ ვისაუბროთ ჩვენ ახლა საუბრობთ ერეკლე უშუალოდ შიდა სამხედრო პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მაგრამ ჩვენ ხარ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსად წასულა გიუმრის 100-მეორე ბაზა. მას ჭირდება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზა. რომელია ყველაზე მოკლე გზა? მე წეგან ვახსენე ეგრეთ წოდებული სამხედრო მილი, რომელიც ლათი კავკასიაში იწყება და ცხინვალში კარგად დასვენებული და განთავსებული და ინფრასტრუქტურულად მოწყობილ მეოთხე ბაზაზე განთავსდება. ეს უმოკლესი გზა არის. რატო უნდა იაროს სხვა გზით, როცა პირდაპირ შეუძლია ბორჯომი ახალ ქალაქის გზით, ჯავახეთის გავლით პირდაპირ კუკასიანის ველზე და შემდეგ მოხვედრა გიუმრის ბაზაზე. დღეს არა ხვალ რუსეთს რო დაჭირდეს ზურგით უზრუნველყოფა. ის რაც ვერ მოხერხდება და თუ ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა და არ ჩაუკეტეს საჰაერო სივრცე, აუცილებლად ჭირდება სახმელეთო გზა, მაგრამ საჰაერო სივრცით ყველაფერს ვერ გადაიტანს. ჩვენ ხო ვიცით რომ ასია. ამიტომაც არის ეს უფრო მნიშვნელოვანი. ხო არ გადაიტანს აფხაზეთიდან და შემოიტანს ზღვით და მაშინ ჩვენი სახელმწიფოებრობაც ფაქტურად წაშლილი გამოდის, იმიტომ რომ ფოთიდანაც თუ რუსული მომარაგება მოხდა ჯარის და ისა, რა ვიცი, აქ სახელმწიფო ნიშნები საერთოდ ქრება. და ტერიტორიულადაც სახმელეთო გზითაც, აი სომხეთთან კავშირი რაც ჭირდება და მე არ ვფიქრობ და შორს ავარ იმ აზრის გარომ, ძალიან მიხარია სომხეთის ევროპული სვლა წინ და ვარ აბსოლუტურად სოლიდარული და ეს ძალიან კარგია, როცა კავკასიაში მეორე ქვეყანაც უკვე აცხადებს, ჩვენ კი შევაჩერეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც დროებითია დასავლურ მიდრეკილებას, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზები ასე ერთბაშად გავა სომხეთიდან და ამ ბაზას მომარაგება ყველა შემთხვევაში დაჭირდება, მით უმეტეს თუ კი უფრო მეტად პროდასავლური გახდება სომხეთი, რადგან ადგილობრივ მხარდაჭერა ნაკლებად იქნება, თუნდაც საკვები პროდუქტ მომარაგებაში. ჩაუკეტავს ბაზარს რუსეთი სომხეთს, სომხეთი ადგილობრივ არმიასთვის ეს შეიძლება გახდეს ასე შეუქცევადი პროცესი. ამ მხრივ მაინც რუსეთი უპირატესობას მიანიჭებს ქვეყნის გულში გამავალ არტერიას და იმ საოკუპაციო ნაწილს და საერთაშორისო დონეზე და დიდ ჭრილში დარეზერვებული აქვს აფხაზეთიდან არსად აპირებს გასვლას, რაც შეეხება რუსეთის დასუსტებას. ძალიან პირდაპირ გეტყვით, რომ ამას ძალიან ოპტიმისტურად უყურებ. ომში გაჭედილი ქვეყანაა ფაქტიურად. მე არ ვამბობ, რომ რუსეთმა წააგო, მაგრამ ნამდვილად არ მოუგია და ჯერ უსურვებდი უკრაინას თელი სულით და გულით გამარჯვებას, მაგრამ ჯერ უკრაინაც არ არის გამარჯვებული, თუმცა თათასიც არ არის, უკრაინა გამარჯვებულია, იმიტომ რომ დედაქალაქიც დაიცვა და რუსეთის გულში უამრავ ისე სტრატეგიულ ობიექტებზე მიიღო ლეგიტიმური წვდომა დარტყმის, რომ ეს გამარჯვების ტოლფასია ფაქტიურად და ამხელა ქვეყანა შეზანზარდა. მაგრამ რუსეთის დამარცხება იმ თვალსაზრისით, რასაც შეიძლება ესე ზერელეთ რო განვიხილოთ, რომ არ იქა და რაღაცა, შეიძლება ამის ჩანასახი არის, მაგრამ ჯერ ამ ფორმით არ არის, რომ ჩვენ გულზე ხელი დავიკრიბოთ და აი არ იქა თავისით გავა, თავისით გაიქცევა. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავუსწოროთ თვალი ბევრ რამეს. აი მაგალითად პატარა ომის მოგების თემა თუნდაც საქართველოს მიმართებაში. რუსეთ-იაპონიის მაგალითი შემიძლია ომის მაგალითის მოყვანაც, რომ რუსეთს ყოველთვის ჭირდება პატარა გამარჯვებების სადღაც, რომ ისე საკუთარი ხალხი დაარწმუნოს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და არსად დამარცხებულა და არსად წასულა რუსული დერჟავა. ახლა ისე არ გამომივიდეს, რომ აუცილებლად ომს აქეთ გადმოიტანს, დღეს ამის რესურსი, რომ სხვა ქვეყანაში ომი წამოიწყოს, რუსეთს ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ფაქტია, მობილიზაციის პრობლემაც აქვს, წისვლის პრობლემაც აქვს და უკან დახევის პრობლემაც აქვს, იმიტომ რომ მილიონამდე ჯარისკაცი უკან დახეული შეიძლება იქცეს უბრალოდ გამოქცეულ დეზერტირად და ეს უარესი პრობლემა შეიძლება გახდეს კრემლისთვის, მაგრამ წეღანაც აღვნიშნე ის რომ მაგალითად დაცლილია და სხვა შორის აფხაზეთიდან მეშვიდე ბაზიდანაც
ბრძოლის უნარიანი დანაყოფები გაყვანილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეხვალ და დაიკავებ მარტივად ბაზას. არ ნიშნავს. ამიტომაც ყვებოდი და უსვავდი ხაზს, როგორ აქვს გათვლილი 2006 წლიდან მოყოლებული თაში გადაადგილება, რამდენ საათში მოახერხებენ, რა ოპერატიული ძალების გადასროლა შეუძლიათ და რა საჭიროების წინაშე დადგებიან. ეს ყველაფერი ჯერ ჩვენ ამის ძალა არ შეგვწევს, ეს იქნებოდა აბსოლუტური სიბეცე სამხედრო სარდლობის თვალსაზრისითაც, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მაგრამ უარესი სიბეცე იქნება, არ გამოიყენო ის მდგომარეობა, როცა მტერი სუსტდება ბრძოლაში და არ გამოიყენო ის, წეღანაც ვამბობდი, მეგობრული ურთიერთობები არ დადგეს სწორ პოლიტიკურ გზაზე, დიპლომატიური ურთიერთობები, საგარეო ურთიერთობები, ყველაფერი უნდა ჩართო, რომ შენ აჩვენო ხარ სახელმწიფო, აჩვენო ძალა, რომ მიიღო შედეგი გარკვეული პერიოდის შემდეგ და ჩვენი შედეგი არის თავისუფალი დეოკუპირებული, გამარჯვებული ქვეყანა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ის იდეაც მუსირებს, ასე ვთქვათ, რომ რუსეთი კარგი ქცევისთვის დაასაჩუქრებს საქართველოს და ოკუპირებულ ტერიტორიებს დააბრუნებს. ამიტომ მინდოდა რომ ხაზი გაგვესვა იმ სამხედრო მნიშვნელობას რუსეთისთვის, რომ რამდენად რეალისტურია, ახლა კი გაიცინეთ და ჩანს მოსაზრება ამ თემაზე, მაგრამ რამდენად რეალისტურია, რომ რუსეთმა საქართველოს შუაგულში არსებული ბერკეტი, რომლითაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში საქართველოს გააკეთებინოს ის, რაც უნდა, ძალიან იაფად, ძალიან მარტივად, თავისი ნებით დათმოს მარტო იმიტომ, რომ საქართველოში მთავრობა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოიცვალოს, კარგად იქცევა. გასრავად, ძალიან ჩემი ემოციისთვის წარმოუდგენელი ამბავია და ძალიან ცრუ ნარატივია, თუ კი ვინმეს ამის იჯერა. ჩვენ გვახსოვს 90-იან წლებში სოჭის ხელშეკრულება, დაგამისის ხელშეკრულება, მოტყუებული არაერთ გზის, მანამ სანამ არ შეგვითრიეს დსთ-ში. აი ძალიან ახლო წარსულიდან ვსაუბრობ. ჩვენს თაობას რო ახსოვს იმ წარსულიდან და ფაქტობრივად ამ პერიოდის თანამონაწილეები რო ვიყავით. რატო დათმობს? რისთვის დათმობს? მაშინ როცა ჩვენ რუსეთი პირდაპირ გვეუბნება, რომ იქ სადაც რუსი ჯარისკაცის სისხლი დააღვრილა, იქ ჩვენ უნდა ვიყოთ და თან ბედნიერად უნდა ვიყოთ. და მისი ბედნიერება არის იმაში, როდესაც ყავს მარიონეტული ადგილობრივი მთავრობა და მორჩილი ხელისუფლება, რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. დათმობით არავის არ დაუთმობს, ეს ქვეყანა თავისი ისტორიული წარსულით, თავისი წარმოშობით ასეთი ქვეყანა იყო. სადღაც რუსეთის ცენტრში, მოსკოვის სამთავრო, რომელიც ფართოვდებოდა და სახელებიც ასეთი ერქვათ. ვლადიმირ, სვიატოსლავ, აი და მე გაჩნდა ქალაქები, ვლადიეკავკაზ, ვლადივოსტოკ, როსტოვ. ეს ყველაფერი რუსული შინაარსით რას ნიშნავს? რატო დათმობს? გაფართოებაზე ორიენტირებული მიწების შემგროვებელი ქვეყანა. მე აქ არ საუბრობს მიცემოთ არც პუტინზე და არც მის ელცინი იგივეს არ აკეთებდა, მე რა სუსტი მართველი იყო. და ცოტა უკარო წავიდეთ. აი მაგალითად იმპერია შექმნა პეტრე პირველმა. პეტრე პირველს მოყვა ვარდნა, გარკვეული სამეფო კარის შეთქმულებები, მემკვიდრეობის საკითხები შესუსტდა და ჩნდება უცბად ელიზაბეთ მეორე. ელიზაბეთ მეორეს მოყვა სუსტი პეტრე და სუსტი პეტრე ჩაანაცვლა ეკატერინე მეორემ. ეკატერინე მეორეს სუსტი მართველი მოყვა პავლეც, მისი შვილი ალექსანდრეც და რომ არა ეს რუსული ჟინი და სხვა შორის ქართველი გენერლის დამსახურება, ბოროდინოს ბრძოლა და ნამდვილად ვერ ჩავიდოდა ალექსანდრე პირველი პარიზამდე, მაგრამ ნაპოლეონს გულისხმობ, მაგრამ მერე მოდის დაღმასვლა, დამარცხებული ყირიმის ომი და შემდეგ უკვე გიყიდიან ალიასკას 7 მილიონ მანეთად მაშინ ხო, 8 მილიონ მანეთად და უკანასკნელი ეს რაღაცა აფროსანი გემებით დამარცხებული რუსეთი შავ ზღვაში ყირიმში თურქეთთან 77-78 წლებში უკვე ცარგრადზე როგორც თვითონ ეძახდნენ კონსტანტინოპოლზე ბრიტანეთს და საფრანგეთს ვაში ეჩერებინათ იღებდა. მაგრამ მე ისე ქონდა ვარდნა, იმიტომ რომ პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. რუსეთს ახასიათებს აღმავალი და დაღმავალი გზები. ამიტომ მე არასოდეს ესე რა თქმა უნდა, აი პუტინშია პრობლემა არ მესმის ასე.
პუტინში არ არის პრობლემა. ეს ქვეყანაა ასეთი და ჩვენ ხო ხედავთ როგორ შეინარჩუნა რუსული იმპერიული პოლიტიკა საშინაოც და საგარეოც სხვათა შორის უпростоეთ სხვათა შორის საშინაო თორე საგარეო მთლიანად შეინარჩუნა საბჭოთა კავშირმა. და უარესიც როა შეეჩერებინა დასავლეთს ეს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები ალბათ გადავიდოდა ავსტრიის იქით კიდევ, ხო? ეს ამ ხალხის და ამ ქვეყნის ესეთი დამპრობლური ფენომენია. რისთვის აგროვებს მიწებს ეს სხვა საკითხია, როდესაც ვერაფერს ვერ ავითარებს და აგერ დღეს მაგალითად უკრაინელებმა ზუსტად ის წერტილი მოძებნეს და ზუსტად ის დაინახეს, რაც რუსეთის მოწყვლადი ადგილი იყო. ქვეყანა, რომელიც უზარმაზარ ენერგორესურსებს ფლობს, ყიდის ხოდ ნედლეულს. აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე ათეული, ნუ 40%-ს გადააჭარბა ხო, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებს. ეს ქვეყანა აღმოჩნდა ენერგოკრიზის, საწვავის, ბენზინის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. და მთელი ეს როგორ ქვია ბლაგასტასტაიანია, ხო, რაც შექმნეს კეთილდღეობის ფონდი, აგებული იყო საკუთარი ნედლეულის გაყიდვით. ანუ არა გადამამუშავებელი ინდუსტრიული ქვეყანა, რომელიც ქვეყნის შიგნით შექმნიდა ჯანსაღ ეკონომიკას, რა თქმა უნდა, ხა იმპერიები ჯანსაღ ეკონომიკას ვერ ქმნიან. იმიტომ რომ ტოტალიტარული რეჟიმებში ჯანსაღ ეკონომიკები ვერ იქნება. დატაცება, გაყიდვა ნედლეულის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეიცვალა სოფლიო გარემო, ხო? გერმანიამ საერთოდ გააუქმა ატომური ელექტროსადგურები. რატო გააუქმა? იმიტომ რომ აღარც რუსული გაზი აღარ ჭირდება, გადავიდა ახალ ენერგიებზე, როცა უკვე არსებობს ჰელიუმი. აღარავის აღარ უნდა რუსული გაზი. როცა ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო გათხევადებული გაზი უკვე კანადიდან და ამერიკიდან, ისედაც 600 მილიარდიანი მოხმარებიდან 220 მილიარდი ქონდა კუბური მეტრი რუსეთიდან ნაყიდი. რო არ ყოფილიყო უკრაინის ომი, მაინც უკრაინასთან ომი რო არ წამოიწყო, რუსულ გაზს უკვე აღარ ქონდა პერსპექტივა დასავლეთში. და აღმოსავლეთში ცენტრალურ აზიას თავისი რესურსები გაჭირვებია საწაიღოს არ იცის. ერჩება ერთადერთი მოხმარებელი ჩინეთი, რომელიც ამ ყველაფერთან შვედეთს სარგებლობს და ჩინეთი ვაჭარი ქვეყანაა. ჩინეთი რუსეთს ომს არ დაუწყებს, მაგრამ მიიღებს იაფ ნედლეულს. ასე რომ პერსპექტივა რუსეთს მაინც ახლა კარგი არ აქვს, მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ არიქა ჩამოიქცა, ჩვენ გულხელი დავიკრიფოთ, ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ, არა, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ, როცა მტერი სუსტდება, სწორედ მაგ დროს აქვს საშუალება ადამიანს, ქვეყანას, რომ ძლიერ პოზიციაზე დადგე, მეტი მოკავშირე შეიძინო, მეტად გაიმყარო სხვა სამეზობლოში ურთიერთობა და არა მტრად მოიკიდო გარშემო ქვეყანა. მოდით აი ზუსტად აი ბოლო ნაწილის გავრცობით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ახლა ჩვენ ისეთი კუთხიდან შევხედეთ, რაზეც იშვიათად არის საუბარი, სამხედრო თვალსაზრისიდან და მინდა პასუხიც ცოტა სამხედრო თვალსაზრისიდან გავცეთ. რა შეიძლება საქართველოს გააკეთოს აი ამ ძალიან რთულ პირობებში, რაც ჩვენ ავღწერეთ, რომ საქართველოს შუაგულში არის რუსეთის სამხედრო ბაზა, რუსეთს აქვს უამრავი ჰიბრიდული ბერკეტი, რომელსაც აქტიურად იყენებს, ჩვენ ვხედავთ ამას თუ არ ვხედავთ, ვაცნობიერებთ თუ არ ვაცნობიერებთ, ასევე აქვს აფხაზეთი, აქვს პოლიტიკა, გრძელვადიანი ხედვა აქვს. კი შეიძლება დაღმავალ გზაზე არის, არავინ არ იცის როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა ვიყოთ, ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ვიღაცა ჩვენ მაგივრად გააკეთებს ჩვენ საქმეს. რა შეიძლება საქართველოს გააკეთოს ამ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვიმყოფებით, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს უფრო უზრუნველყოფილი და შესაძლებლობა მოგვეცეს უკეთესად განვითარდეთ და უფრო მოვძლიერდეთ და ნაკლებად მოწყვლადები ვიყოთ. შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ საკუთარი თავდაცვითი და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებით უნდა დავიწყოთ. მშვიდობიან პერიოდში ესე რო ავიღოთ ტრაფარეტულად, ჯარი არის ბალასტი. იმიტომ რომ უნდა შეინახო, მაგრამ თუ არ შეინახო საკუთარ ჯარს, მოგიწევს ხუში ჯარი შენახო. და გამოყვება. ანუ საოკუპაციოს. პირდაპირ ჩვენი თავდაცვის სისტემა არის გასაძლიერებელი. ის რაც გვაქვს ბიუჯეტი იმდენი კი არ უნდა იყოს, რომ ჯარისკაცის გამოყვებაზე ხელფასზე და ჩაცმადახურვას ყოფნიდეს. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე შეიარაღება. ამაში ნამდვილად გვიღირს გადახდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გაზრდა, იმიტომ რომ უნდა გახდე ანგარის გასაწევი ძალა. ნებისმიერი როდესაც ადამიანი არის ანგარის გასაწევი ძალა, თუნდაც პიროვნულ დონეზე ჩავიღო და დავიყვანო და არა სახელმწიფო დონეზე, როდესაც არის ძლიერი უწევენ ანგარის.
სურს ყველა ჩაგრავს. ჩვენ რა გვაქვს? აი ამ სამ კავკასიურ სახელმწიფოშიც კი ვართ ყველაზე გამოვიყურებით ყველაზე უსუსურ მდგომარეობაში. უნდა გაძლიერდეს თავდაცვა, უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სისტემა მთლიანად, სადაზვერო შესაძლებლობები ამ ქვეყნის და ბოლო პერიოდში აი ამ ომმა ბევრი რამე დაგვანახა სხვანაირად. თურმე ომი შეუხებლობის პირობებში შეიძლება და ჩვენ გვაქვს ადამიანური რესურსი ისეთი, რომ აი ეს ტექნოლოგიები რაც ვითარდება, გადმოვიტანოთ, დავნერგოთ, შევისწავლოთ, რომ ხვალისთვის უნდა ვიყოთ მომზადებულები. იმიტომ რომ ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. დღეს საუბარი რომ ხვალ ასე იქნება და ზეგი ისე იქნება, ეს მხოლოდ ვარაუდებია, ეს მხოლოდ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ან თუნდაც საშუალოვადიანი გათვლებია, რომელიც ცვლადი ერთეულებია, ეს არ არის მუდმივი ერთეულები. მუდმივი მხოლოდ სამყაროა, რომელსაც საუკუნეებია ცოცხლობს და ამასაც არ ვექცევით ჩვენ კარგად, მაგრამ ეს ცვლადი ისინი ისე უნდა ავითვისოთ და უყუროთ როგორ იცლება ჩვენს გარემო და ჩვენ უნდა გქონდეს სამხედრო მზაობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი უნარიანობის სასამაღლებლად. ჩვენი ჯარები უნდა იყვნენ ბრძოლის უნარიანი. ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ვიღაცას ომს უცხადებ. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც მოუნდება ომი ვერ გამოგიცხადოს და ანგარიში არ გაგიწიოს. აი, ასეთი იქნებოდა ჩემი სურვილი და მონაწილეობის სურვილიც ამ ყველაფერში. არ დავმალავდი. მესმის აბსოლუტურად. ხო ძალიან რთული არის ახლა რაღაც დეტალურ გეგმაზე ისაუბრო, როდესაც რამდენიმე დღის წინ მე-13 ჩაქრა მთელი საქართველო და კი ვახსენეთ ეს თემა, მაგრამ ეს არის ნიშანია იმისი, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული დონის მოწყვლადობა არის ქვეყანაში. აი, დავამატებდი იმას, რომ საზღვრები არ უნდა გქონდეს მორღვეული. კაცრად გაკონტროლებული, ის რაც გვესმის, რაღაცის გადაზიდვა, გადმოზიდვა, უკონტროლო. წარმოუდგენელი ამბები ხდება. ვიღაცა გადადის, ვიღაცა იპარება, ვიღაცას თურმე ერთი კონტეინერი უკონტროლო თანხა შემოაქვს. როდესაც ასეთი ფაქტები ხდება, დღეს ციფრულ სამყაროში ეს ესმის მეგობარ ქვეყანასაც, მტრულად განწყობისაც, მოსაზღვრესაც, მესამე ქვეყანასაც და შეიძლება იმ მესამე ქვეყანაში სახელმწიფო არ იყოს მტრულად განწყობილი, მაგრამ იქ არსებული თუნდაც კრიმინალური ვითარება გადმოდინდეს ისე, რომ ამ ქვეყანაში მე ხელი შემშლელი არ მაქვს. ჩვენ საზღვრიდან დაწყებული წეღარასწორამდე თავდაცვითი უნარიანობა ისე გვაქვს ასამაღლებელი, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს საინტერესო პირველ რიგში ჩვენთვის და მეორედ, ვისაც შეხედავს, რომ ეს ადვილად წასაქცევია, არ უნდა იყოს ასაქცევი ადვილად. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ძალიან რთულ თემაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი არასდროს არ არის, რომ ადამიანებში გავაღვივოთ ნიჰილიზმი და არაფერი არ გვეშველება და ასე შემდეგ. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ და ერთად ვეცადოთ, რომ ეს ამ პრობლემების გადაჭრის გზები მოვძებნოთ, იმიტომ რომ ართქმული პრობლემა არ ქრება. მაინც არის და ბოლომდე რჩება და შეიძლება უარესიც კი იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, აი ამ შესაძლებლობისთვის, რომ გაუზიარეთ ერთმანეთს აზრები. ავიც იმედია, რომ ჩვენი ეს გულმხრუალე ფიქრი, მსჯელობა ალბათ ნახავს თავის გზას და სადღაც რაღაც ქმედითობაში გადაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენ ხო იმიტომ არ საუბრობთ, რომ რაღაც გული მოვიფხანეთ, არა ეს ჩვენ გვტკივა და საუბარიც ამითი დავიწყეთ, როგორ შეიძლება 7 აგვისტოს და 8 აგვისტოს ტკივილი არ გაწუხებდეს, არ გახსენდებოდეს ის მეგობრები, მე მაგალითად ახლა თვალწინ მიდგას და შეიძლება უკაცრავად ავწრამდე კიდევაც რამოდენიმე მეგობარი დავკარგე იმ ომში, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი და დიდება გმირებს გაუმარჯოს ამ ქვეყანას და აი რა მინდა იცი ჩემს ოცნებას ვიტყოდი 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე ჩვენთვის 12 აგვისტო დიდგორია და ისევ დამდგარიყოს დიდგორი რომ ეს სადღეგრძელოს არ ვამბობ 8 აგვისტოს ტკივილი იმდენად გაეყუჩებინოს რომ არა ის რაც პესიმისტი მივახსენეთ და უამრავი ტკივილი არა აი 8-დან 12 აგვისტომდე გავზრდილიყავით რა. შინდისიდან დიდგორამდე. ეს ჩვენი ცხოვრების 60 თუ არ ვაქციეთ, სხვანაირად არ გამოვა.
და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენი საუბარიც ამით არ დამთავრდება, ფიქრი გაგრძელდება, შრომა გაგრძელდება, კიდევ შევხვდებით და ვფიქრობ რომ ბევრმა ადამიანმა უნდა იფიქროს და იშრომოს ამ მიმართულებით, რომ სხვანაირად ჩვენ მომავალი არ გვექნება. დიდი მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.